ბატონებო, თქვენს წინაშეა ნანუკა გულუას მომხიბლავი ხუთშაბათი. დაუბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო, როგორც დაგპირდით, ულამაზესი, უჭკვიანესი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ჩვენი შვილებისთვის და მომავალი შვილებისთვის, ვანდა კერესელიძე მყავს სტუმრად, რომელიც არის საქართველოს შვილბავშვთა ცურვის ფედერაციის დამფუძნებელი. ვანდა, შემიძლია შენს რეგალიებზე დაუსრულებლად ვისაუბროთ, მინდა რომ შენ თვითონ მომიყვე ეს გზა ამ ფედერაციის ჩამოყალიბებამდე, როგორ გაიარე, სად გაჩნდა ეს იდეა და როგორ გააკეთა ესეთი სასარგებლო ფედერაცია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოგესალმებით, ესე იგი მოგიყვებით მაშინ საიდან და როგორ გაჩნდა აღმოჩნდა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ვარ, მაგრამ დავიბადე რუსეთში, ძალიან დიდი პრობლემებით ჯანმრთელობის და 3 კვირიდან უკვე წამიყვანეს ჩვილბავშვთა ცურვაზე. მანამდე იყო იმის შიში, რომ 10 წლამდე ვერ ვიცოცხლებდი, მაგრამ ვარ უკვე 42 წლის. ძალიან დიდი ხანია დიახ ვიყავი პროფესიონალური სპორტსმენი, ანუ მხატვრული ტანმოვარჯიშე, ასევე ფიტნეს ექსპერტი, ნუტრიციოლოგი და ყველა შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ამ სფეროში საკმაოდ წარმატებული ვიყავი. გვახსოვხართ ყველა ამ სფეროში და მეც დაგეთანხმებით, რომ ნამდვილად ძალიან წარმატებული ბრძანდებით. და მაგრამ სულ ძალიან მინდოდა, რომ ჩამომაყალიბა აქ საქართველოში ესეთი ჩვილბავშვთა ცურვა, ძალიან ხარისხიანი. დავიწყე 2015 წელს, 2017 წელს უკვე დავიწყე ესეთი კარგი პროფესიონალების ჩამოყვანა, მაგრამ არც ერთხელ არ ვიყავი ამ შედეგით მაინც და მაინც კმაყოფილი, არ მომწონდა იმ ცოდნის ხარისხი, ის ცოდნის ხარისხი არ მაკმაყოფილებდა. სადღაცა 2021 წელს უკვე დავიწყე საზღვარგარეთ გასვლები. შესწავლა ამ სხვადასხვა მეთოდების ადაპტირება. ზოგი მაქვს ნაყიდი ესეთი მეთოდი, როგორიც არის რეაბილიტაცია მყარზე და პირზე და ინტეგრაცია მოვახდინე წყალში. შესაბამისად დაიბადა ესეთი უკვე ეფექტური და ახალი ინოვაცია, ხო, ინოვაცია, რომელზეც გერმანული სამეცნიერო ჟურნალი წერს, რომ პირველად მსოფლიოში. ურასამაყოა, ძალიან დიდი მადლობა, როგორც მშობელმა მინდა გითხრა და მეც მინდა გითხრა, რომ მუდმივად ვეძებ ამ აქტივობას და არ არის საქართველოში და მართლა ძალიან მიხარია, რომ ჩვილბავშვთა ესეთი ფედერაცია არსებობს, სადაც დავიწყებ მშობლური შეკითხვებით თუ შეიძლება. დავიწყოთ აუზით, ხა პირველ რიგში, როდესაც ჩვილი მოგყავს და არაჩვილი არ აქვს მნიშვნელობა, პატარა ბავშვი მოგყავს, სულ ფიქრობ ჰიგიენის ნორმებზე, როგორ არის დაცული, აი ამას როგორ აკონტროლებ, თვითონ საერთაშორისო სტანდარტებს როგორ პასუხობს ეს ჰიგიენა და აი ამ კუთხით რომ დავიწყოთ საუბარი. კი ბატონო, ესე იგი ჩვენი რეგულაციები ძალიან განსხვავდება სტანდარტული აუზისგან. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენი წყლის გაწმენდა ძირითადად ხდება ჟანგბადით, რათა 10 დღის ბავშვი შეგიძლიათ ჩვეულებრივად მოიყვანოთ, წყალიც რომც ჩაყლაპოს ცოტა, დამიჯერეთ არანაირი ალერგიული რეაქცია არ ექნება. გასაგებია. ესე იგი, ჰიგიენის ნორმები არის მაქსიმალურად დაცული. რა თქმა უნდა, ახლა გავიაროთ შემდეგი, რაც გვაინტერესებს, რომ ხდება თუ არა ყველა ჩვილბავშვს და ყველა ჩვენს ბავშვს ვანდა იქ და არის ხარ თუ არა სულ ხელმისაწვდომი, შენი კონსულტაციებით, შენ ხარ თუ არა ის პირველი პირი, რომელიც ეგებები, ასე ვთქვათ, შენთან მოსულ პაციენტს, ესე დავარქმევ თუ ბავშვს უბრალოდ. რა თქმა უნდა, ანუ ბავშვი არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი არის ჯანმრთელი, თუ ბავშვი არის შეშმო პირი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აუზში ხდები მე პირველი კონსულტაცია ხდება ჩემთან და მხოლოდ შემდეგ თუ ბავშვი არის ძალიან რთული, ის ბავშვი რჩება ჩემთან, ვარჯიშობს მუდმივად ჩემთან და თუ ბავშვი არ არის მაინც და მაინც ესეთი პრობლემური, ხო? დიახ, პრობლემების გარეშე, მოკლედ ხდება უკვე სხვა მწვრთნელთან შემიძლია გადავამისამართო. გასაგებია. მოდი გითხარი, ეხლა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ აი შეშმო პირის ბავშვებისთვის ხშირად მსმენია, რომ არ არის ყველა აუზის თუ ყველა რაღაცა სარეაბილიტაციო ესეთი ცენტრის კარი ღია და მადლობა, რომ თქვენთან ამის საშუალებაც აქვთ მშობლებს და ცურვა ზოგადად ყველა მშობელმა ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის და ჯანმრთელობისთვის.
მე მაინტერესებს დრო რა დროით იწყება თქვენთან თუ განსხვავებული არის აქ წყალში ყოფნის დრო როგორ განისაზღვრება ეს ყველაფერი რომელი საათიდან რომელ საათამდე მუშაობთ და შეგვიძლია რომ ბავშვები მოვიყვანოთ აი ამ დროის საკითხს რო დავუთმოთ ეხლა ცოტა დრო იცით მე მქონია ესეთი პერიოდი, სადაც მუშაობდი დილის 8:30-დან საღამოს 9 საათამდე ვიყავი აუზში. ბავშვისთვის დრო მისაღები უნდა შეარჩიოთ იმ პერიოდში, როცა ბავშვი არის ყველაზე აქტიური. იმიტომ რომ ყველა ბავშვს აქვს თავისი დრო, ბიოლოგიური საათი. შესაბამისად, ბავშვი არ უნდა იყოს ნაჭამი. სადღაც საჭამისგან უნდა იყოს გასული 2 საათი, კარგად გამოძინებული და კარგ ხასიათზე. გასაგებია. ეს მხოლოდ 3 კრიტერიუმი, რაც უნდა დავიცვათ. ამის მიხედვით უკვე შევადგენთ თქვენთან ერთად ჩვენს ყოველ ნახევარ საათში ჩვენთან ტარდება ვარჯიში და თქვენთვის ხელმისაწვდომ დროს უკვე შეარჩევთ. ნახევარ საათში ერთხელ და ისევ გრძელდება ეს დილის 8:30-დან საღამოს 9-მდე თუ უფრო გადაიწია ახლა უკვე დრო. ჩვენ ცოტა ეხლა ვმუშაობთ 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე თუ მოვიდა ისეთი რთული ბავშვი რომ სხვა დროს ვერანაირად ვერ შევარჩევინებთ მშობელს, მაშინ რა თქმა უნდა დავრჩებით აუზში და დავეხმარებით ამ ბავშვს. გასაგებია ვანდა თქვენ ახსენეთ რომ 10 დღის ბავშვიც კი შეიძლება მოვიდეს. საჭიროების მიხედვით თუ თერაპია დაჭირდება ბავშვს ამ შემთხვევაში თუ უბრალოდ ჯანმრთელი ასე ვთქვათ არაპრობლემური ბავშვი შეიძლება რომ მოვიდეს უბრალოდ გასაჯანსაღებლად და შეიძლება რომ 10 დღის ბავშვიც რა თქმა უნდა შეიძლება 10 დღის ბავშვი რომ მოვიდეს ჯანმრთელიც უბრალოდ მაგის ისეთ საჭიროებას ვერ ხედავ. ძირითადად 10 დღის ბავშვები მოდიან ნაადრევად დაბადებულები. აი როგორი პრობლემებით მოდიან, ეგ მაინტერესებდა რომ ჩვენ მშობლებსაც ვუთხრათ ძალიან დაბალი წონის ბავშვი, სუნქვის უკმარისობა, რადგან იზრდება ფილტვების მოცულობა ძალიან სწრაფ პერიოდში ვცდილობთ აი ნაადრევად დაბადებული ბავშვის პრობლემა არის პირველ რიგში წონა, სუნთქვა. ეგრევე ფილტვების მოცულობას უზდით 1 თვეში, ანუ ხსნით ქვედა ნაწილს ალვეოლების. ვცდილობთ რომ პატარა სტრესი მივაყენოთ მაგის ტვინს ამ ყვინთვების მეშვეობით და პლუს ეგრევე მაგის წონის მომატებასაც რა თქმა უნდა როგორი შედეგები გაქვთ ანტა ეს მაინტერესებს იმიტომ რომ თქვენს ხელში ხალბათ ძალიან ბევრ ბავშვს გაუვლია და შედეგები როგორია ამ თვალსაზრისით ჩვენ ყოლია ბავშვი ვინც აი ვთქვათ 10 წლის მანძილზე ძალიან ბევრ ქვეყანაში მკურნალობდა, ესე ვთქვათ, რეაბილიტაცია, მედიკამენტები, მაგრამ უჭირდა ყლაბა, დაჯდომა, კისრის დაჭერა. და ეს პრობლემა გამოვასწორეთ სადღაცა თვენახევარში. ბევრი ბავშვი არის 5 წლამდე, ვინც ვერ დადიოდა, ეს კისერია სუსტი ცერემბრული დამბლა, რასაც ქვია. მანდაც ნახევარ წელიწადში უკვე ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა და თითქმის აღარ განსხვავდებოდა ეს ბავშვი ჯანმრთელი ბავშვისგან. ანუ გააჩნია ბავშვს რა პრობლემა აქვს, თუ ძალიან დიდი აქვს დაზიანებული ტვინის მონაკვეთი, ანუ ჩვენ ცერემბრული დამბლის დროს ვცდილობთ, რომ იმ ჯანმრთელმა მხარემ აიღოს თავის თავზე ის დატვირთვა ხო რომელიც შეუძლია რომელსაც ადრე ასრულებდა ეს დაზიანებული მხარე. ეს ყველაფერი წყალში ხდება ეს რეაბილიტაცია ყველაფერი ხდება წყალში. ეხლა ვამატებთ ახალ ესეთ მეთოდს, სადაც უკვე ბავშვს კიდე ცალკე ვწელავთ. წყალშივე ხდება ესეც ხო? ხან წყალში, ხან ზედაპირზე. და მე მაინტერესებს და მე უკვე სხვა თემებზეც გადავიდეთ, რამდენად ინტენსიურად უნდა იაროს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს აი მკურნალობის პროცესში, რომ არ კონდეს ასე ვთქვათ ჩავარდნა. რაღაცა ცურვაზეც გამიგია, რომ აი ინტენსიური ხასიათი უნდა კონდეს, რომ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც რეალურად გსურს, რომ ამ რაღაცა საოცრებით მივიღოთ. თუ ჩვენ საუბარი გვაქვს ჰიდრორეაბილიტაციაზე, ჩვენ ყავს ბავშვები, ვინც დადის ყოველ დღე, ანუ ვთქვათ 2 თვე დადიან ყოველ დღე ესეთი ინტენსიური კურსი და შემდეგ გადაყავს უკვე, როცა გავამყარეთ ეს შედეგი, გადაყავს კვირაში 3-ჯერ. რაც ეხება ჯანმრთელ ბავშვს, მაგისთვის საკმარისი არის სრულად 3-ჯერ კვირაში.
კვირაში სამჯერ ეს 9 საათიანი კურსი როგორც თქვით. კი ბატონო, რადგან ვარჯიში არის ძალიან დინამიური, ბავშვები ძალიან მალე იღლებიან. თუ ხედავთ, რომ ბავშვმა, ვთქვათ, მთელი ვარჯიში ძალიან კარგად ივარჯიშა, ყველაფერი შეასრულა და არ არის დაღლილი, ჩვენ შეგვიძლია და თვითონ უკვე კარგად გრძნობს თავს წყალში და არ ეშინია და ცურავს, უკვე შეგვიძლია თავისუფლად დავტოვოთ თავს, რომ ცოტა ითამაშოს, რა თქმა უნდა. გასაგებია, მე მაინტერესებს ვანდა თუ ეს შემსწავლელი, ანუ ცურვის შემსწავლელი დატვირთვაც აქვს, ხო? რა თქმა უნდა ამ ყველაფერს და აი რომელი ასაკის ბავშვი ითვისებს, აი რომელი ასაკიდან არის უფრო სწრაფად ათვისება თუ ესეც ინდივიდუალურია, ესე არ არის? ძალიან ინდივიდუალურია, მყოლია ბავშვი 2 წლის ასაკში, რომელიც პირველად რო ჩავიყვანე თაუსში, ნუ ისეთი რო და თან ჯანმრთელი ბავშვი იყო, რომ რა თქმა უნდა მშობელს აუხსენი რომ არ ღირს და მოდით 1 თვე, 2 თვე დაველოდოთ. ეს ბავშვი მოვიდა 3 თვეში და ვერ ვიცანი. 2 წლის და 3 თვის ბავშვი ასრულებდა დავალებას, წარმოიდგინეთ. აბსოლუტურად სულს, კი ბატონო, თითქოს ის ბავშვი არ ყოფილა. ხო, ყოველი დღე აქ იცვლება ბავშვი, ეგრე არის ამ ასაკში და ძალიან მნიშვნელოვანია, მეც ხო გეუბნები ძალიან ინტენსიურად ვეძებდი ესეთ ადგილს და ძალიან გამიხარდა, რომ გიპოვეთ და მეც აუცილებლად ჩემს ორ შვილს და მე ასავარაუდოდ ჩემს მესამესაც აუცილებლად მოგაბარებთ, ასე ვთქვათ, საიმედო ხელში იქნებიან დარწმუნებული ვარ. ვანდა, თუ შეგიძლია ესე ჩამომითვალო, რა პრიორიტეტები აქვს აი ამ ჩვილი ასაკიდან დაწყებულ ცურვას და წყალთან კონტაქტს, აი რას აუმჯობესებს და რისთვის არის მნიშვნელოვანი და კარგი რომ გვითხრათ ესე? პირველ რიგში ეს არის გონებრივი მონაცემები. შემდეგ არის აი ყველას ხო გონია რომ ჯერ ფიზიკური მონაცემები. არა. ფიზიკური დატვირთვა, სწორი ფიზიკური დატვირთვა პირველ რიგში მოქმედებს გონებრივ განვითარებაზე. და რადგან ჩვენ არა მარტო ფიზიკური დატვირთვის მეშვეობით ზემოქმედება ხდება ჩვენ ტვინზე, ჩვენ ასევე ესეთ სტრესულ მდგომარეობაში სპეციალურად ვაგდებთ ამ ტვინს, რო ხდება რაც შეიძლება უფრო მეტი ნეირონული გადაბმები, ანუ რეგენერაცია და ასე შემდეგ და ყველაზე მეტად თქვენ მაგას შეამჩნევთ, როცა წაიყვანთ ბაღში, სხვა ბავშვებთან შედარებით. აი ყველაზე ძალიან თუ და ძმა დადიან ერთად ცურვაზე, ბევრად სწრაფად განვითარება ხდება და პლუს გაკაჟება. ანუ იმდენად ძლიერად მოქმედებს სასუნთ გზებზე, ჩვენი იმუნიტეტზე, ხო, ჩვენი იმუნიტეტი არის ჩვენი კანი, ჩვენი კუჭნაწლავი. ბავშვები, რომლებიც დადიან სულ ანუ არ აქვს მნიშვნელობა ზაფხულია, ზამთარია, სეზონი არა აქვს, ხო ესეც უნდა მეკითხა. ანუ ცერებრული დამბლა აქვს, ან დაბადებული არის 800 გრამი, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვები თითქმის არ ხდებიანავად. ჩვენ ვიგებთ, რომ ბავშვმა შეიძლება რაღაცა ვირუსი მოუტანა სახლში, მშობელთან, როცა მშობელი წავს 40 სიცხით. გასაგებია. ბავშვი შეიძლება 28-39 სიცხე საერთოდ ვირუსის ეს მოლეკულა DNK კვდება, როცა სიცხე არის 39 და 29 და 5. ანუ მაინც და მაინც სიცხეს დამწევს, მე არ ვrჩევ მშობელს. კი, ამ რეკომენდაციას ვიღებ პედიატრებისგანაც, რომ აი რთული მოსათმენია. კი, ძალიან რთული მოსათმენია, მაგრამ მეც ვთილობ, რომ 39-მდე არ მივცე არანაირი მედიკამენტი და ესე, მაგრამ ჩემები ძალიან ხშირად ავადობენ, იმიტომ რომ უფროსი ბაღში დადის, ბაღი ხო იცით, პატარა ბავშვები არიან და სულ ვირუსის მომტანია, მე მეორესაც გადაძლებს ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ ჰაერზე სულ დამყავს თალი ზაფხული, მაინც ხშირად ავადობენ, ამიტომ ამ კუთხით ჩემთვის ძალიან საინტერესოა ცურვა, რომელსაც თქვენ როგორც თქვით, სეზონი არ აქვს, ხო? ანუ პირიქით არ უნდა გეშინოდეთ, კონტრასტი მოქმედებს ყველაზე მეტად, ანუ ჩვენ ვაკეთებთ, როგორ რაღაცას თქვა, 34 გრადუსში კი ვავარჯიშებთ ბავშვებს, ოპტიმალური ტემპერატურა არის როგორც ესეთი ჰიპერტონუსიანი ბავშვებისთვის, ასევე ჰიპოტონუსის ბავშვებისთვის, შემდეგ ცოტა გრილწყალში. ანუ როცა ამოდის აუზიდან არ უნდა გეშინოდეთ, რომ ოდნავ ბავშვი შესცივდება. პირიქით, მაგითი კაშდება ბავშვი. ტემპერატურა თქვენ თქვით 34 გრადუსი. წყლის ტემპერატურა
წყლის ტემპერატურა 34 გრადუსი. აი გარეთ სამთარი არის და რა რეკომენდაციები გვაქვს თუ ამოყავს ამშრალებს სტანდარტულად და მოყავს თუ აი რაღაცა უნდა შევფუთოთ უფრო თუ როგორ ხდება ბავშვები. არა, უნდა შეფუთოთ, არ უნდა გადაფუთოთ, პირიქით, კარმა უნდა ისუნთქოს. ცოტა ხანი შეგიძლიათ გააჩეროთ ვარჯიშის შემდეგ თვითონ აუზის ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე გაიყვანოთ გარეთ. მანდა აქსესუარები თუ არის, აი ეხლა მოცურავებს მახსენდება იქ რაღაცა თმის დამცავი ისა აქვთ ქუდები, თუ ჩვილ ბავშვებზე საუბრობთ რაღაცა მისი ისა სპეციალური საცურაო კოსტუმი, ხო, რაღაცა ბავშვის თუ რა აქსესუარები გჭირდება თუ თქვენ ყველაფრით უზრუნველყოფთ თქვენთან მოსულ ჩვილ ბავშვს? ჩვენ ყველაფრით უზრუნველყოფთ, მშობლებს ხანდახან თუ ჭირდებათ თავისი პირსახოც, თორე ეგეც გვაქვს. ნახეთ როგორი პარადოქსია. თუ ბავშვი ჩვილობიდან ყვინთავს, ანუ პირველი აქსესუარი მოცურავებისთვის არის სათვალე. 2-3 წლის ასაკში ის ბავშვი წყალში ძალიან კარგად ხედავს. ანუ ჩვენ რამდენი ბავშვისთვის ხო ვაგდებთ ესეთ სათამაშოს, ბავშვმა უნდა ამოიღოს ეს სათამაშო და ჩაგვიგდია თითქმის აუზის ფერის სათამაშო, რომელსაც მე თვითონ ვერ ვხედავ ქვემოთ. ბავშვი, რომელიც ცურავს 3, 4, 6 თვიდან, 2 წლის, 3 წლის ასაკში ყვინთავს და ხედავს იმას სათვალის გარეშე და ამოაქვს. ბავშვი, რომელიც მოდის 2-3 წლის ასაკში, მაინც სათვალე უკვე სჭირდება. ეს უკვე დაგვიანებული არის, მე მგონი თქვენი ცენტრის ის, ხო? ნუ დაგვიანებული არ არის, მაგრამ პრიორიტეტში უფრო თვეებით და რო დავიწყოთ. სანამ დაეწყება ასიმილაციის პერიოდი, აი ეს 1 წლის კრიზისი. ყველაზე რთული პერიოდი არის სადღაცა 10 თვიდან 2 წლამდე. კი, გეთანხმებით. ხო, ბავშვის ხასიათი გეთანხმებით. ძილის, კვების და ყველაფრის თავიდან კი შეჩვევას ვიწყებთ და ნუ დავაგვიანეთ მასწავლებელო, მაგრამ გამოვასწორებთ აუცილებლად მოვიყვან 1 წლის და 2 წლის ბავშვს და მე ნუ ჩვილს უკვე როცა მეტყვით და მერჩევთ და ჩვენი მსმენელიც დარწმუნებული ვარ, ვინც უსმენს და ვინც ელოდებოდა ამ სიახლეს ძალიან უხარია, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ გაჩნდა ესეთი ადგილი, სადაც შეიძლება რომ შენი შვილი გააკაჟო, გამოაჯამრთელო, იმუნიტეტი შეძინო, ცურვა ასწავლო, კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალები და მოდით ვანდა თქვენს კომპეტენციაში ხარ, არავის ეჭვგვეპარებათ, ჩვენ გიცნობთ სხვადასხვა თქვენი პროფესიული სფეროდან, მაგრამ მაინც ვისაუბროთ თვითონ სხვა ტრენერებსაც, ალბათ ესეც აინტერესებთ ხა მშობლებს, რომ გადამისამართნებია. როგორ ხდება მათი კვალიფიკაციის ამაღლება? თქვენ იბარებთ თუ არა ამ ყველაფერს და როგორ ხდება კონტროლი და ზოგადად როგორი სტაფი გყავთ, ასე ვთქვათ, როგორი ტრენერები გყავთ? ჩვენ ყავს მწვრთნელები, რამდენიმე მწვრთნელი, ვინც მუშაობს ჩემთან ერთად, უშუალოდ ყოველთვის თითქმის მეც ვიმყოფები აუზში. ამ მწვრთნელებს აქვთ უფლება თავისი გადაწყვეტილების მიღებისა, მაგრამ პატარა ცვლილებასაც ყოველთვის ვაკონტროლებ მე. შენი დასტური უნდა გქონდეთ მაინც. კი ბატონო, ჯერჯერობით არც ერთი მწვრთნელი ისი არ ამყავს, რომ სრულად მიუშვა და სრულად ბოლომდე დიახ, კი ბატონო, პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. ძალიან კარგი. მე მაინტერესებს ესეთი რამე. ჩვენ ვთქვით, რომ როდესაც მოდის ახალი ბავშვი, პირველ რიგში გადის თქვენთან ამ პირველ ასე ვთქვათ გაკვეთილს და ამის მიხედვით უკვე მისამართდებიან სხვადასხვა ტრენერებთან. მაგრამ თან ამბობთ, რომ წყალში ყოველთვის მაინც თქვენც ხართ. ანუ სხვა ტრენერიც რომ ასწავლის, ასე ვთქვათ, ბავშვს თუ გადის პროცედურას, მაინც თქვენ ერთდროულად ვართ, იმიტომ რომ მე თითქმის სულ მუშაობ. ჩემთან როცა შემოდის რთული ბავშვი, ვთქვათ, უკვე ვხედავ, რომ ძალიან კარგი შედეგი აქვს ორ თვეში, უკვე შემიძლია გადავიმისამართო სხვა მწვრთნელთან და ამ ადგილზე მივიღო უკვე ბევრად რთული ბავშვი. მესმის, ძალიან დიდი მადლობა, ჯერ ვერ გაგიშვებთ კიდე დაგვრჩა შეკითხვები, რომელიც მეც და მაყურებელსაც დარწმუნებული ვარ აინტერესებს. სარეკლამო ჭრის მერე დავბრუნდებით ძვირფასო რადიო მსმენელებო.